გამარჯობათ. არაერთხელ მithქვამს, რომ წამალსა და საწამლოს შორის განსხვავება არის დოზა. და ეს გამონათქვამი სამართლიანი გახლავთ ბიოპრეპარატებისთვისაც. აი ამ ჭიქებში ყველაში ბამბაზე მოთავსებულია 10 ცალი ხორბლის მარცვალი ხორბალი, არაფერი განსაკუთრებული, ეს ქათმებისთვის საფურაჟო ხორბალია. 10 მარცვალი ჩავყარეთ თითოეულში და ახლა შევხედოთ. აქ მხოლოდ წყალი დავასხი. აქ დავასხი ტრიქოდერმის კონცენტრირებული ხსნარი, ის რაც იყიდება უშუალოდ. აი ამაზეა ლაპარაკი ბიოკატენაზე, ის რაც კონცენტრატს ვყიდულობთ. შემდეგ ეს არის ერთ-ერთზე განზავებული ხსნარი, მხოლოდ ორჯერ ნაკლები კონცენტრაციის, ეს არის ინსტრუქციის მიხედვით განზავებული 1.50-ზე, ეს კი ინსტრუქციაზე მეტად განზავებული 1.100-ზე. ეხლა დავაკვირდეთ რა ხდება. დაახლოებით 2 დღის შემდეგ წყალში აი ხედავთ, რომ ღივები აქვს, ერთის გარდა ყველა მარცვალს აქვს ღივი, პატარა ღივები აქვს გამოტანილი. 2 სუტკანახევარია გასული. აი აქ, იქ სადაც ტრიქოდერმის კონცენტრირებული ხსნარი დავასხით, საერთოდ არ არის გაღვივებული ხორბალი. აღეთ? არც ერთ ღივი არ აქვს. და ასევე ღივი არ აქვს არც ერთ დაჟე ერთ-ერთზე განზავებულს, ანუ ორჯერ განზავებულს. სიმართლე გითხრათ, ამ შედეგს აი ამ ორზე ტრიქოდერმის კონცენტრირებულ ხსნარზე და ერთ-ერთზე განზავებულზე ველოდი კიდეც. იმიტომ რომ ტრიქოდერმა საერთოდ ცოცხალ მცენარეს არაფერს არ უშავებს, მაგრამ მკვდარ მცენარეულ მასას, რა თქმა უნდა, ითვისებს და თესლის სანამ გაღვივდება მოგეხსენებათ, პრინციპში მკვდარი არა. და აი ამ კონცენტრირებულმა ტრიქოდერმებმა ეს თესლი შეიძლება ითქვას შეჭამეს. ვიზუალურად ჩანს, მაგრამ აქ ისეა ტრიქოდერმა გამრავლებული, რომ გაღვივებას შეუშალა ხელი. იმიტომ რომ მათი კონცენტრაცია დიდი იყო. აი აქ კი 1.50-ზე კონცენტრაციით შეხედეთ, უკვე მწვანეც არის, ხედავთ, გამოტანილი და ღივები უფრო დიდია ვიდრე წყალში. ანუ ტრიქოდერმამ სტიმულაციაც კი მოახდინა შენ ხარ ჩემი ბატონი გაღვივების, ხოლო 1.100-ზე აქ კიდევ უკეთესად მოახდინა სტიმულაცია. ახლა ეს არ ნიშნავს, რომ კიდევ ორჯერ მეტად უნდა გავაზავოთ ინსტრუქციით. ხედავთ? აი ღივები კიდევ უფრო მეტია აქ. ეს ახლა 10 ცალი მაინც არ არის დიდი სტატისტიკა, მაგრამ ფაქტია, რომ აი 50 ჯერ არ ინსტრუქციით განზავებაზე და კიდევ უფრო ცოტა მეტად განზავებაზე ტრიქოდერმა ახდენს მასტიმულირებელ გავლენას თესლის გაღვივებაზე, ხოლო აი ასეთი კონცენტრატის სახით, რა თქმა უნდა, მისი გამოყენება დაუშვებელია. აი ეს უნდა კარგად გვახსოვდეს და ყოველთვის უნდა მოვიხმაროთ ბიოპრეპარატიც, ყოველთვის იმ განზავებით, რა განზავებითაც გვეუბნებიან. ერთი ჭიქა, ეს ჭიქა როგორც წესი 200 გრამიანზეა საუბარი, 1 ვედრო წყალში, ანუ 10 ლიტრში, ეს არის 50 ჯერადი და მეტი განზავება. ანუ 50-დან 100-მდე განზავება და აბატონო შეხედეთ რამხელა სხვაობა. ძალიან კონცენტრირებულმა საერთოდ გაღვივების პროცესი, ასე ვთქვათ, შეაჩერა. ჩვეულებრივ წყალზე გაღვივდა ისე როგორც უნდა ღვივდებოდეს, ხოლო 50 ჯერ და 100 ჯერ განზავებულმა პირიქით სტიმულაციაც გაუკეთა წყალთან შედარებითაც. აი ეს კარგად დავიმახსოვროთ მომავლისათვის.